მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია გადაცემა ატყო შობილი წარსულისაგან, მე ვარ მისი წამყვანი, ედიშერ გენეტაძე. დაიწყო ახალი სასწავლო წელი. დაიწყო ახალი იმედებით. დაიწყო ახალი ენერგიით. დაიწყო ყველაზე მეტად იმ იმედით, რომ მომავალ სასწავლო წელს საქართველო კიდევ უფრო მეტად ძლიერი შეხვდება და რაც მთავარია დაიწყება ის პროცესი, რომელიც თვითონ ჩვენთანაც აინტერესებს. ეს არის საქართველოს გამთლიანების პროცესი. ყოველ შემთხვევისათვის ამ პროცესს ნიადაგი ჩაეყრება. ახალგაზრდობა არის ის ძირითადი ძალა, რომელმაც უპირველეს ყოვლისა გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს ქვეყნის ცხოვრებასა და ქვეყნის განვითარებაში. და ამ მიზნით ჩვენ, ვინც ჩვენს გადაცემებს სისტემატურად თვალყურს ადევნებს, ნახული ექნება და მოსმენილი, რომ სწორედ ამ ჩვენს გადაცემებში ძირითადად აქცენტი გაკეთებული გვაქვს ახალგაზრდობაზე, ახალგაზრდა პედაგოგებზე, ახალდამთავრებულ კურსდამთავრებულებზე და მოსწავლე ახალგაზრდობაზე. დღეს ჩვენ სტუდიაში მოვიწვიეთ ჩემგან ხელმარჯვნივ ზის, თქვენთვის კარგად ცნობილი, აწუკვე ფინანსისტი, ჩვენი კესო სახიაშვილი, ავატიეთ, ჩვენი კესო სახიაშვილი და ჩემგან ხელმარცხნივ ზის ფსიქოლოგი ანა მარგიშვილი. რომლებმაც რომ იტყვიან, უნდა ნახონ ცხოვრების გზა, უნდა უპირველეს ყოვლისა ემსახურონ და დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ემსახურებიან ჩვენ სამშობლოს და რაც მთავარია, ისინი ისეთი ახალგაზრდები არიან, რომლებიც თავისი ქცევით, თავისი განათლებით, თავისი ტრადიციებისადმი პატივისცემით ჩვენი მომავალი თაობისათვის მაგალითის მიცემნი იქნებიან. უპირველეს ყოვლისა, დღევანდელ დღეს მე მინდა დავიწყოთ მაინც ჩვენი ახალ ბედისაგან, ან შეიძლება ასე იტყვიან, ვიტყვით თქვათ ანასაგან, ქალბატონ ანასაგან. როგორც ვიცი, ანა, მე თქვენ ბაკალავრიატის შემდეგ განათლება მიღებული გაქვს უცხოეთში, ლიეტუვაში. როგორ შეხედავდი ლიეტუვიდან ჩვენს ქვეყანას? რა ნახე იქ ისეთი, რომელსაც შემოიტანდი, შენი ნებარობი იყოს ჩვენთან, დანერგავდი და რა პრობლემების წინაშე დგას თქვენი გადასახედიდან ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ახალგაზრდობა დღევანდელ დღეს, აი ფსიქოლოგის თვალით თუ შემოგთავაზებდი ამას, ძალიან დიდად მადლობელი დარჩებოდით. კი ბატონო. პირველი განსხვავება რაც არის ალბათ რაც თვალში მომხდა, ყველაზე დიდი ეს არის პრაქტიკული გამოცდილება, რაც მივიღე ლიეტუვაში, რაც სამწუხაროდ საქართველოში მე ვერ მივიღე. მე ვისაუბრებ ჩემს სფეროზე, ვინაიდან კლინიკურ ფსიქოლოგიას ვსწავლობ ლიეტუვაში. განსხვავება არის ის, რომ უფრო მეტი პრაქტიკაა უცხოეთში, რასაც გავდივართ, უფრო დიდი მზაობა გვაქვს იმისთვის, რომ მაგალითად პაციენტებთან თუ კლიენტებთან ვიმუშაოთ, რაც საქართველოს უნივერსიტეტებში სამწუხაროდ დაბალ დონეზეა. შესაბამისად, ჩემი აზრით, ფსიქოთერაპევტისთვის, კლინიკური ფსიქოლოგისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული ცოდნაც გქონდეს და წარმოდგენა მაინც გქონდეს, რაც ნიშნავს პაციენტთან მუშაობა. და შესაბამისად, ძალიან რთულია საქართველოში, მე დარწმუნებული ვარ, ეს არ ეხება მხოლოდ ჩემს სფეროს. სხვა სფეროშიც ის, რომ სტუდენტები არ არიან მზად ის ცოდნა გამოიყენონ საქმიანობაში, რაც აქვთ დასახული. და ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე, რასაც სტუდენტები აწყდებიან. გასაგებია ის განათლება, გასაგებია ის თეორიული ცოდნა, რასაც იღებ, მაგრამ ჩემი აზრით ეს არის დაწესებულების პასუხისმგებლობა, პრეროგატივა, რომ
მოგცეს მიმართულება. თუ როგორ უნდა გამოიყენო ეს ყველაფერი პროდუქტიულად. კი ბატონო. ალბათ ეს იქნებოდა ის, რასაც აუცილებლად დავნერგავთ საქართველოში, რაც ჭირდება ჩემი აზრით ჩვენს სტუდენტებს. ჩვენს მომავალ თაობას, ესე იგი ფაქტობრივად პრაქტიკა და პრაქტიკა, ესე იგი ფაქტობრივად როგორც ეთქვენ, თეორია და პრაქტიკა ერთმანეთთან შეხამებული უნდა იყოს, ხო? აუცილებლად შეხამებული უნდა იყოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხს ეშველება იმით, რომ მომავალში ახლა მაგალითად თქვენი თაობა, როდესაც უფრო და უფრო მეტად შემოვას, შეიძლება თქვენ ასაც ლაპარაკობთ ეს სათანადო ორგანოების მიერ ათვალისწინებული იქნება და მხედველობაში იქნება მიღებული. აი, ჩვენმა კესომ დაამთავრა ჩემო ბატონო თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. უკვე სრულფასოვანი ბაკალავრიატი, როგორც ვიცი, ხო? ბაკალავრიატი ჩემო ბატონო და როგორც ვიცი, კესო ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი იყო, როგორც თელავის უნივერსიტეტში, ხო და ასევე უცხოეთშიც. აი, როგორ ფიქრობ, შენ რა მოგცა ამ წლებმა, უპირველეს ყოვლისა, რომელსაც შენ გაიარე უკვე 4 წელი, შენ ქვეყნიდან ხარ, იმ კუთხიდან ხარ, სადაც არის დაბადებული ილია ჭავჭავაძე და გაზდული და ნახეთ, როდესაც ბრუნდებოდა პეტერბურგიდან 4 წელიწადს, როდესაც თვალყურს ატევნებდა, გადაავლოთ შენ რა მომეც, როდესაც ბრუნდებოდა სამშობლოში, მე რას მიცემს შენ სამშობლოში და ის რაც მომცემს მე. 4 წელი ცირე დრო არ არის ადამიანის ცხოვრებაში. აი რა მოგცა ამ 4 წელმა, რომელსაც მე ვიტყოდი ყველაზე მეტი საუკეთესო პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში, სტუდენტო. რას არ მივცემდი მაგალითად, ნახევარ ცხოვრებას მივცემდი საჩუქრას, ვინმე მის წლები რომ დამბრუნდეს, მაგრამ ეს საუბედუროდ არ ხდება. გისმენთ. პირველ რიგში მოგესალმებით. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით. მოწვევისათვის უკვე მესამედ. რაც შეეხება ილიას სიტყვებს, მაგით დავიწყებ, მე ასევე ვაჟას სადაც სწავლობდა. ის სკოლა მოქვს დამთავრებული ოქროს მეტალზე, ასე რომ მარტო ილია არ აყავს. ვაჟათიც კარგად მომავალ. ძალიან კარგი. თან განსაკუთრებით მე ფერეკლე მეორე სახლების თელავის ნომერ 1 საჯარო სკოლა, ვისაც გვაქვს დამთავრებული, ყველაფერი. გადაჭა ისა კესო დრო გვაქვს, დროც რომ გქონდეს დღეს აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ დღეს ძალიან დიდი დღეა, ჩვენ ჩაწერა მიმდინარეობს დღევანდელ დღეს არის ძველი სტილით ჩემო ბატონო 11 სექტემბერი, როდესაც მიმდინარეობდა კრწანისის ბრძოლა და სწორედ ერეკლე მეორესთან დაკავშირებით მინდა პატარა კახი ჩემო ბატონო, პატარა კახი, რომელიც 75 წლის იყო, მეორეჯერ შევარდა ბრძოლაში და იქ შვილიშვილებმა ძლივს გამოიყვანეს ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო და ზოგიერთი რომ დღეს დასცინის ვითომს და რაზე ელაპარაკებს ჭალებში ერეკლე მეფეს რა აქვს დასაცინი, როდესაც გარდაიცვალა და გახადეს სტანზე 78 ჭრილობა ჰქონდა. და ის ადამიანები დასცინიან კიდევ ჭალებში ლაპარაკობ, რომელთაც ერთი განაკაწრიც არ აქვს სამშობლოსათვის მიღებული. ამიტომ ასმაგად საამაყოა, რომ თქვენისთანა ახალგაზრდები იზრდება იმ სკოლაში. გისმენთ. კი, რაც შეეხება უნივერსიტეტში მიღებულ განათლებას, უნივერსიტეტის სწავლის პერიოდში ორჯერ ვიყავდი გაცვლით, თითო-თითო 6-6 თვით სასწავლად ასული ჯერ ესპანეთში და შემდეგ ჩეხეთში. ორივე გაცვლითი პროგრამიდან დავბრუნდი უმაღლესი ქულებით და ყველაზე მეტი რაც შემიძინა არის ის პროგრამები, რომლებიც სამწუხაროდ ჯერ საქართველოში არ არის. პრაქტიკის ნაკლებად აბსოლუტურად გეთანხმები. სრული სიმართლეა ეს, რომ პრაქტიკულია ქართულ უნივერსიტეტებს, ეს არ არის საუბარი რომელიმე კონკრეტულ უნივერსიტეტებზე, ან კერძოზე, ან სახელმწიფო უნივერსიტეტებზე, აქ საუბარია საერთოდ მიდგომაზე საქართველოში სწავლის. გაუმაღლესი განათლების სისტემის მიდგომაზე, პრაქტიკის მიმართ. ალბათ ყველა საფეხურზე შეგვიძლია თამამად განვიხილოთ ეს ყველაფერი, რომ პრაქტიკა პრობლემაა საქართველოში, მხოლოდ თეორიულ მასალას გვასწავლიან ყველა საფეხურზე ჯერჯერობით რაც გავიარე. და სამწუხაროდ ასაღიარებელია ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრჯერ მომიწია, როცა იქ ვიყავი ევროკავშირის იმდენად გამართულ პროგრამებში მუშაობა, რაღაც ფინანსისტი ვარ, ახლა შემდგომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ Excel-ის გარდა, რაც ესე თუ ისე ყველა მიცის, დახურულ მხოლოდ ეკონომიკურ პროგრამებში ვმუშაობთ, რომელსაც
ბევრი წვალების შედეგადაც კი ვერაფრით ვერ ხსნით საქართველოში, იმიტომ რომ არ ვართ ევროკავშირის წევრი და არ გვაქვს უფლება. და ახსნითაც კი ძალიან რთულია აუხსნა, ვისაც არასდროს არ უსწავლია, რამდენად ამარტივებს ეს პროგრამები ყოფიერებას და ცხოვრებას. ფინანსის როდესაც ხელით აღარ უწევს აღარაფერს დათვლა და დაანგარიშება, რამდენ დროს უკავს და რამდენ რესურსს. და რა მინიმუმამდე დახავს შეცდომის ალბათობა. მაინც მე ჩემი კითხვა იმაში მდგომარეობს და კიდევ დაუბრუნდები, რომ აი შენ რა მოგცა 4 წელმა იგივე თელავით უნივერსიტეტში. ეს უნივერსიტეტმა მომცა სწორედ ეს შესაძლებლობები, გასვლითი პროგრამები კავკასიაში, როგორც ვიცით, ამიერკავკასიაში საუკეთესო ხუთაურში ვართ. ჩვენი უნივერსიტეტი გასვლითი პროგრამების რაოდენობით და სწორედ ეს რომ თუნდაც ჩვენმა უნივერსიტეტმა ამ საქართველოს განათლების შეიძლება ყველა სათანადო განათლება ვერ მოგვცეს, იმიტომ რომ რეფორმა ჭირდება ნელ-ნელა ჩვენ განათლების სისტემას. წამში არაფერი არ ხდება არასდროს. სწორედაც უნდა წავიდეთ, ვისწავლოთ და უბრუნდეთ რომ უკეთესი მოვითხოვოთ. თუ არასდროს არ წავალთ, არ ვისწავლოთ. ამ და თქვენ თვითონ შემოვიტანოთ. კი, ჩვენ ან შემოვიტანოთ, ან მოვითხოვოთ. გაუმჯობესებისკენ გადავდგათ ნაბიჯები. თუ არასოდეს არ წავალთ, არასოდეს არ ვისწავლეთ, ფეროსოს ვერ გავუკეთოთ. გაუმჯობესდებით. და ამავე დროს მე მინდა როგორც ფსიქოლოგს თქვენ დაგეკითხოთ, რაღაცნაირად ჩვენ დაკომპლექსებულები ვართ. თითქოს და მე ყოველ შემთხვევაში ახლა თავს არ გვახვევთ ჩემს აზრებს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ იქეთ არის ყველაფერი კარგი. არის ყველა არის კარგები არის, მაგრამ ყველა აი ეს მინდა რომ როგორც ფსიქოლოგი ხო რაში ხედავთ ამას ჩვენთან აი ვინაიდან უცხოეთში სწავლობს უცხოეთში მიიღო განათლება ძალიან კარგია მიესალმებით, მაგრამ როგორ მინდა გითხრათ იცით აი კონსტანტინე გამსახურდიას აქვს დიდოსტატის მარჯვენაში კაცო ქართული თხილია მუდამ ჯობდაო ბერძნულს, მაგრამ ბერძნულს ვამჯობინებდით. უცხოურისადმი რაღაცნაირად ჩვენ მონამორჩილება ადრე არ გქონდათ ჩამოგვიყალიბა რისი ბრალია თქვენი გადასახედიდან თუ გიფიქრიათ ამის შესახებ ესა რა კი და მე ვფიქრობ რომ რა ჩემი აზრით ნაწილობრივ ეს გამართლებულია იქიდან გამომდინარე რომ ფაქტების შეგვიძლია ვისაუბროთ რატომაც არის ის განათლება უკეთესი ვიდრე ჩვენი განათლება ამაზე ორი აზრი არ არის რა თქმა უნდა ყველაფერი არ ჯობია საქართველოს განათლებას თუნდაც მე ვისაუბრებდი აქ თვითონ ადამიანების დამოკიდებულებაზე ერთმანეთთან. მაგალითად, მე ბევრად უკეთესი გამოცდილება მაქვს საქართველოში კოლაბორაციის, ჯგუფური მუშაობის. რაც სამწუხაროდ არ ვიცი ეს ქვეყნის ბრალია თუ თვითონ უნივერსიტეტის, თუმცა ეს ჩემი გამოცდილება არ იყო საუკეთესო ამ მხრივ. იქეთ რომ იყო. კი ბატონო, ეს ჩვენ იყო უკეთესი ამ მხრივ. ბევრად უკეთესი. მე მაგალითად, როდესაც სწავლობდი კავკასიის უნივერსიტეტში დავასრულე ბაკალავრიატის საფეხურზე, როდესაც მქონდა ხოლმე ეს ჯგუფური დავალებები იქნებოდა თუ პრეზენტაციები, ბევრად უფრო კომფორტულად და ძალიან კარგად მუშაობდით ერთად. აი ლიეტუვაში კი უფრო დიდი ნაწილი ეკავა კონკურენციას. ეს არ იყო ემპათია, ეს არ იყო ერთად მუშაობა, ეს იყო აბსოლუტურად კონკურენცია. და ძალიან რთული იყო, ძალიან სტრესული იყო. და კაცო მინდა დაგეთანხმო, რაც თქვი შენ ახსენე პრაქტიკის მხრივ. პრაქტიკის მხრივ ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო დიდი მზაობა გვაქვს ახლა ახალგაზრდებს, რომ წავიდეთ და რომ დავბრუნდეთ და ამ ყველაფერში ჩვენი წელი შევიტანოთ, გამოვითაროთ ჩვენი განათლება. რაც შეეხება მიზეზებს, ვფიქრობ, რომ ნაწილობრივ რადგანაც ფაქტებზეა ეს ყველაფერი დაყრდნობილი, ვერ გავაკრიტიკებ. მე არ აღვიქვამ უბრალოდ ამას როგორც კომპლექსს. ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია ის, რომ სტუდენტს ქონდეს ამბიცია წავიდეს. ოღონდ რომ დაბრუნდეს ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. აი ეს იქნება ყველაზე მეტი საუკეთესო, იმიტომ რომ ჩემო თვითონ მეგობრები ახლა თქვენ ახალგაზრდები ხართ და მე ცოტა რა გაიგარიანი თქვენზე გამოცდილი ვარ ამ სფეროში და ხედავთ რა იმეს. ქვეყნის მიტოვება არც ერთ შემთხვევისათვის არ შეიძლება, თორე ახლა ნახეთ როგორი სიტუაცია უცხოტომელები უფრო მეტად შემოვიდნენ და ასე შევიცით სოციალური ჩვეულებრივი ამბავია, იმიტომ რომ შენ როდესაც უტოვებ შენსას სხვა იმას ითვისებს და მით უმეტეს ესეთ ღვთისმკუთხედი ქვეყანას, როგორი ჩვენი ღვთისმკუთხედი ქვეყანაა საქართველო, ამას აუთვისებელს არავინ არ დატოვებს. ამიტომ ილია ჭავჭავაძე როდესაც დავდაკლავ ილიასთან მივდივარ და მის გარეშე ფაქტობრივად
ნაბიჯიც კი არ შეიძლება ფართო სფეროებში საქართველოში გადადგა და მეორე კაცი გქონდა ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ამის შესახებ ძალიან ბევრი გქონდა მაგრამ ეს ორი გამორჩეულია ნიკო ნიკოლაძესა და ილია ჭავჭავაძის ნაწერები რომ ნახვა ფაქტობრივად ვიღაცები რომ შემოვყავდა ჩვენ აქა ბალცეროვიჩები და რომ ლაპარაკობდით არიქა ჩემო ბატონო იმათ თეორიებზე უნდა აუზადოთ მომოვლა აგერა შეკაი მამიშვილო ნუ დაგმართება ესე თუნდაც კათოლიკ კაცს საოცარი ბძენია და ლაპარაკობს ასეთ რაღაცას კაც თურმე მამა დააუწყდა მამინაცვალს იფიცებდა ხო წარმოგიდგენია ახლა ამ სიტუაციაში თავი შევდება არ შეიძლება არამედ რაც შეიძლება უფრო და უფრო მეტი სიქცეების ათვისება რომელიც ასათვისებელია საქართველოში აი როგორც შენ ეკონომისტიც ამავე დროს როგორ ფიქრობ ახლა რა ინოვაციები შენი გადასახედიდან როგორც ახალგაზრდა სპეციალისტის გადასახედიდან რა ინოვაციების დანერგაც ნახე უცხოეთში რაც მოგეწონა და რაც შეიძლება საქართველოში შემოდა რა სიტყვოდი რა ინოვაციების დანერგვაზე მისცემდი ქვეყანას რეკომენდაციას ანუ იმათ ვისაც ეს ხელისუფლება და ვინაც ეს უნდა გააკეთოს როგორ ფიქრობ რამე კონკრეტულის გადმოტანა ჩემი პირადი აზრით ანუ გადმოკოპირება ასე რომ ვთქვათ არ არის მისაღები იმიტომ რომ ყველა ქვეყანა არის ინდივიდუალური ისევე როგორც ყველა პიროვნებაა ინდივიდუალური და რაღაცა რომელიც იმ ქვეყანას ერგება არ ნიშნავს რომ ჩვენც მოგვერგება აბსოლუტურად გეთანხმები ყველაზე მეტად რაც შეგვიძლია მაგალითი განვიხილოთ და მივიღოთ ის მაგალითი ჩვენც არის დუბაის მაგალითი რომ არა რამე კონკრეტული ბიზნესი ან კონკრეტული სფერო განავითაროთ არამედ ჩავდოთ დიდი თანხა ზოგადად განვითარებაში და მე როგორ ქვეყანა ჩვენებს თვითონ რისი შესაძლებლობები აქვს რისი რესურსი აქვს და რა შეუძლია აიღოს ის პროფილი რომელიც მას წინ წაიყვანს და რაც განავითარებს საქართველოსთვის ვერასდროს ვერ გავექცევით რა თქმა უნდა მეწარმეობა და განსაკუთრებით ეს ღვინის და სოფლის მეურნეობა და განსაკუთრებით ვენახი ღვინის წარმოება და ასე შემდეგ ეს სავენახე კულტურები ძალიან დიდია მაგრამ დარწმუნებული ვარ მხოლოდ ეს არ არის საქართველოს და არც არასოდეს არ ყოფილა განსავითარებელი გვაქვს ასევე პურის მეწარმეობა ძალიან დიდი კულტურა გვაქვს ამის ქართველებს და სამწუხაროდ ცნობილიც კი არ არის ეს თვითონ ქართველებისთვის არამედ თუ სოფლიოსთვის თუ რა დიდი შესაძლებლობა აქვს ჩვენ ქართულ შავ მიწა ნიადაგებს და რა დიდი რესურსი აქვს ხორბლის წარმოების და რამდენი სხვადასხვა ტიპის ხორბალი გვაქვს. მსოფლიოს თითქმის ერთად ქვეყანას არ აქვს ჩვენი რაოდენობა, ჯიშების რაოდენობაზეა საუბარი ხორბლის. და სწორედ ამას ვამბობ, რომ ჩავდოთ ფინანსები განვითარებაში და განათლებაში და არა რომელიმე კონკრეტულ სფეროში, მაგალითად, გავაკეთოთ ბათუმი. ან რაღაც ახალი ქალაქი ავაშენოთ, რომელიც იქნება ბარსელონასნაირი. არ უნდა გადმოვიყოთ რაღაცა. გავაკეთოთ ის, რაც ჩვენია და რაც ჩვენი იქნება, რაზეც მე ხალხი რო დაფიქრდება, ჩვენ გავახსენდებით. და რა აი ეს ის ქვეყანა არ არის ბარსელონა მეორედ რო ააშენეს. ძალიან საინტერესო მოსაზრებაა, ძალიან თქვენ არ სიტყვით. მე აბსოლუტურად ვეთანხმები. მე ვფიქრობ, რომ ის ქვეყანა, რომელიც ასეთი მდიდარია კულტურით, მევენახეობით, არ ვიცი, ვერასოდეს ვერ დარგი არ არსებობს, ჩემო ძვირფასო გოგონება, ჩვენ ხომ რაღაცა არ გქონდეს. ახლა მინდა გითხრათ, კაცო, ელემენტარულ რაღაცას, ელემენტარულ როგორ შეიძლება ახლა რასაც მე ვიტყვი. მე მაქვს პროფესია, ჩემი არის ისტორიკოსობა, ხო, ისტორიკოსი ვარ და მინახავს უცხოელები, რომლებიც ჩამოდიან, მაგალითად, თითო საუკუნეზე შეიძლება ჩვენთან ათობით დისერტაციის დაცვა, ნამდვილი დისერტაცია. უკვე და ჩვენ შეგვიძლია ეს შეიძლება გააკეთოთ პირველ საუკუნეზე, მეორეზე, მოყოლებულია იქეთა, ქრისტეშობამდე კიდე ეს რომ ეს კულტურა არ ქონდეს. ეს არ ქონდეს შინაგანი მზაობა. ამას გააკეთებდა. ამდენ საუკუნეთა განმავლობაში. ამიტომ აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი, და მე ძალიან ხშირად ეს ძალიან სასაცილო განკვლევების მეთოდი მქონდა, მაგალითად ლიეტუვაში, თუნდაც სწავლობდი უნივერსიტეტში ლექციებს, როდესაც ვესწრებოდი. იმის გაცნობიერება, რომ ასეთი ქვეყნიდან ვარ და იმის გაცნობიერება, როგორი გენეტიკის ხალხი ვართ, ბევრად უფრო დაბლწევდა ჩემს სტრესის დონეს. ანუ იმის გაცნობიერება, რომ ასეთი ამბიციურები ვართ, ასეთი ინტერესიანები ვართ, ამხელა ჯილტებიც ვართ, ემოციურებიც ვართ, ძალიან ბევრ რაღაცაში მეხმარებოდა.
და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად შეიძლება ჩვენი თუნდაც ფსიქოლოგიური რესურსების გამოყენება და ვიყენებთ კიდეც ძალიან ბევრი ადამიანია უკვე ასპარეზზე, რომელსაც ხედავთ. ისე რომ ქვეყანას ვასახელოთ და ჩვენს მევხვდეთ წარმატებას. ეხლა უპირველეს ყოვლისა ჩემო მეგობრებო მე ახლა როგორც ფსიქოლოგმა და თქვენ როგორც ეკონომისტმა ასეთ საკითხსაც მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო. იცით, დღეს ძალიან დიდი არის აი ინტეგრაციული პროცესები მთელი მსოფლიოს მასშტაბში და ჩვენც ვერ ავწდებით მას, მაგრამ ნახეთ, იცით რას მივაქციე? ევროპელებს შარშან იყო ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი. ფეხბურთში და პატარა ქვეყანა მიაღწია ეს მას რაც მიაღწია ახლა ევროპის ჩემპიონატი იყო კალათბურთში და საფრანგეთის ნაკრები დაამარცხეთ, ხო? რას მიაღწია ყურადღება? ერთი ყავდა უცხოტომელი საფრანგეთის საქართველოს ნაკრებში, უცხოტომელი იყო ერთი. ფეხბურთში არა. და ამ ხელა უზაა პატარა ქვეყანა იმ ქვეყნების წინააღმდეგ, სადაც მათ დიდ ქალაქებში ერთი პატარა უბანია საქართველოს ტოლი მოსახლეობის მხრივ, ხო? და ეს როგორ მე როგორც ფსიქოლოგს ეს გამოსაყენებელი არ არის? რა თქმა უნდა გამოსაყენებელია. კი, და მე გეთახმებით, ან ყოველ ჯერზე განსვიფრება მაქვს, როდესაც ვუკვირდები ქართველი ერის ფსიქოლოგიურ პორტრეტს. აი ეს მაინტერესებს საინტერესო. აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები ვართ. და იცი ძალიან ხშირად როდესაც მაგათად პაციენტებთან მუშაობ ხოლმე ემოციებზე. და ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ შეიძლება რაღაც ემოცია გარდაქმნა ისეთ საქმედ, რაც გამოგადგება. მაგალითად, იქნება ეს ბრაზი თუ იქნება ეს წყენა. ამის გარდაქმნა შესაძლებელია, ბრაზი ყველაზე ძლიერი ემოციაა და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გაგვაჩნია. ძალიან საინტერესო პროცესია, როგორ შეგვიძლია ამ ემოციების აქტივობაში გარდაქმნა. იმიტომ რომ ამას ვაკეთებთ. ჩემი აზრით, სხვა ერებთან შედარებით ემოციური ხალხი ვართ და ჩემი აზრით ძალიან ამბიციური. ჩემთან შედარებით ახლა გინებით ვართ, აბა რა კაცო, რა თქმა უნდა. და მე ბოლოს ახლა ჩემოანაშვილი ისა, რა ქვია, დიმიტრი უზნაძის ერი ვართ რა, დიმიტრი უზნაძე, რომელიც აღარ მე მგონი დამეთანხმებით მე ძალიან დიდი განათლებით ვერ დავიკვეხნი ფსიქოლოგიაში, მაგრამ ამდენი მესმის რომ ესე იგი ფრანგი რო ყოფილიყო, ფრანგიერის წარმომადგენელი დიმიტრი უზნაძე, ეხლა მსოფლიო აკელებული იქნებოდა ფრანგია, ჩემო ბატონო, მაგრამ უნდა ვიცოთ კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვებსაც აქვე. მუდამ ჩვენ სიმცირეთ მივსტიროდითო, მაგრამ თუ დიდ კაცი გამოგვერია, ისე დავყორდნით, როგორც დაჭრილ ძერას ყავყორნები, როგორ ფიქრობ ახლა? ამაშიც არის რაღაცა ხასიათი. ესა თუ შენი დამოკიდებულება როგორ არის ახლა ამ საკითხის მიმართ? რაც კარგები ვართო, გიყვარს ათეთ აღარ გავაგზელებ. მაგრამ ამ კარგებში კიდევ ძალიან დიდი ურთიერთდაპირისპირებაა. როგორ ფიქრობ? კი, ურთიერთდაპირისპირება დიდი გვაქვს სამწუხაროდ ქართველებს, სწორედ ამ მაღალი ემოციური ფონის გამო, რაზეც მეც გეთანხმებით, რამდენი ქვეყნის წარმომადგენელი მეგობარი მყავს, რამდენჯერმე ვცადებ და სიმართლე გითხრათ ვერ დავითვალე. სადღაც 50 თუ 60 ქვეყანამდე რო ავედი, მაგის მიერ ვეღარ დავითვალე ნამდვილად ყველა და შემიძლია გითხრათ, რომ ესე მასიურად, ტიპაჟურად ძალიან ემოციურები ვართ. ჩვენერი ემოციურები არიან კიდე იტალიელები, ესპანელები, ნამდვილად ყვანან ამ ემოციური ფონით, მაგრამ მათ კიდევ ჯობნით დამჯერეთ. საერთო ჯამში დამყოფი ვარ მაგ ქვეყნებშიც და ფეხბურთის დროს თუ ყურა რაღაცა ესეთი ნაციონალური რაღაცების ყურების დროსაც ქართველები ბევრად უფრო მეტად უდგავართ ასეთ რაღაცებში და ბევრად მეტ ემოციას გამოვხატავთ. სწორედ ამიტომ ის ემოცია მე სხვა რაღაცაშიც გარდაიქმნება, რომელსაც სამწუხაროდ ცუდი შედეგები მაქვს ქვეყნისთვისაც და პიროვნებისთვისაც. როგორც ფსიქოლოგისათვის ახლა ანასთან ასეთი შეკითხვა მაქვს. უბრალოდ მე ვერ ახსენი ეს თავად შინაგანად ჩემთვის. როგორ ფიქრობთ, სწორი კითხვა მინდა განსაკუთრებით დავსვა. დედა არის ჩვენთან? აი, როგორ გითხრათ, იცი, საწყისი. დედას, მოკლედ, არ ვიცი, როგორი პატივისცემა, ხალის პატივისცემა ჩვენთან. აი, ნახეთ, პატიოს წესიერი ძაღლი ხალს არ შეუყევსო, ნახეთ, როგორ კარგადაა, ნათქვამი, ქართულ ხალხურ პოეზიაში. მე ჩემო ბატონო, სიტყვა დედა ენა, ნახეთ, დედა მიწა,
დედა ბოძი ასე შემდეგ ასე შეიძლება ამ დროს ჩემს ახალგაზრდობაში და დაწუნებული ვარ ახლაც ასე იქნება საფუძვლად მყავს საუბარი ალბათ ხვდებით დედა რო შეეგინებინა ვინმეს ამისათვის არადერთი ორი ძალიან ცუდი შედეგები დამთავრებულა საქართველოში რით უნდა ახსნათ ის რომ დღევანდელი ახალგაზრდობა საკუთარ დედაზე იგინება რა არის რა ფსიქოლოგიური ახსნა აქვს ახლა მე ამ ხნის კაცი ვარ და მე πάντα ყველას გავიგონია ხო კუჩაში ეს არის მოდაში უკვე შემოსული რა ახსნა აქვს ანა როგორ ფსიქოლოგის თვალსაჩინარიდან ეს მაინტერესებს და ჩვენმა მაყურებელმაც როგორც პროფესიონალი ფსიქოლოგისგან რომ მოისმინოს ეს ხო ჩემი აზრით ამას ახსნა ნამდვილად აქვს თუმცა ახლა ეს არ არის გამართლება იმიტომ რომ ძალიან დიდი შეურაცხყოფაა ფიქრობ რომ დიდი წილი მიზეზი ამ ყველაფერში უნდა ვეძიოთ ჩვენს იდენტობაში. როდესაც ადამიანს აქვს არასტაბილური იდენტობა, როდესაც ის ძალიან მარტივად ხდება სხვა ადამიანების გავლენის ქვეშ, არის ხოლმე საქართველოში ეს ქუჩის ბიჭები, რასაც ვეძახით ხო? ადამიანები, რომლებსაც ერთი და იგივე ქცევები აქვთ, ერთი და იგივე აზრები, ერთი და იგივე საუბრის მანერა. ჩემი აზრით ამ ყველაფრის დასაბამი ზუსტად ეს არის. ისინი ვერც კი ხვდებიან. ჩემი აზრით გაურბიან კიდეც იმაზე ფიქრს თუ რას აკეთებენ. ჩემი აზრით უბრალოდ მათ დაკარგეს საკუთარი იდენტობა და აბსოლუტურად სრულიად მოქცეულნი არიან სხვა ადამიანის გავლენის ქვეშ. და თქვენ სამაც ახსნით იმით რომ ეს არის მე ვიტყოდი ახლა მიბაძვით ხო? მიბაძვით, კი ბატონო. ეს არის მიბაძვით და თითქოს და აი ადგილი დაემკვიდროს იმ სამყაროში რომელიც სამყაროც მას მოიწონს და ამიტომ ასეთი როგორ გითხრათ ახლა შემაძურწუნებელი სიტყვებით იმართონ ერთმანეთს და საკუთარი თავის მიმართ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე მაგალითად ვფიქრობ რომ ეს საკითხი არის ძალიან ცუდად დამკვიდრებული ჩვენს სოციალურ გარემოში და ამას რომ მიტყვიან როგორ გითხრათ ახლა ამას ერთი ხელით დაკვირთ ვერავინ ვერ გამოასწორებს მაგრამ ამის გამოსწორება სჭირდება ალბათ მთელი რიგი კულტურა მთელი რიგი თაობა დაჭირდება რომ ეს საკითხი გასწორდეს გავყვეთ ისევ სხვა თემას თქვენი აზრით ისევ ამ თემას უпроსორად გარკვეულწილად თქვენი აზრით ჩემოკესო რა პრობლემები არის დღევანდელი აი შენი თაობის წინაშე რა პრობლემებს ხედავთ ქვეყანაში შენი თაობის წინაშე რა პრობლემებია და ნომერ პირველ შენი მოსაზრებით რომელ პრობლემას დააყენებდი როგორ ფიქრობ მათი გადაჭრილზებ და ორთავეს გისვამთ ამ შეკითხვას ჩემო ბატონო კი ბატონო საკმაოდ დიდი თემაა ეს ნამდვილად რა თქმა უნდა ეხლა მე ამ გადაცემაში ამას ვერ მოვწურავთ რა თქმა ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი თემა ჩემი აზრით რომელსაც ახალგაზრდები უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ვეიწყებენ ამ თემაზე საუბარს და განხილვას არის დასაქმების პრობლემები აბსოლუტურად სწორი როდესაც შევდივართ ნებისმიერ დასაქმების პლატფორმაზე და მოთხოვნადია რომ უნივერსიტეტი გქონდეს ახალი დამთავრებული GPA უნდა გქონდეს 4-დან 0-დან 7.75 და უნდა გქონდეს 20 წლიანი გამოცდილება ამ სფეროში მუშაობის. მართლა მინახავს. ან კარგახანი მეგონა რომ ეგ იყო ხუმრობა, რომელიც Facebook-ზე ან რომელიმე სოციალურ ქსელში მე გააფუქეს ასე რომ ვთქვა. აბსოლუტურად გეთანხმები. და ამ ცოტა ხნის წინ ვიყავი შესული ერთ-ერთ ვებსაიტზე. ჩემი მეგობრისთვის ვეძებდი სამსახურს და მეთქი გადავხედა უბრალოდ რა რომ გავფილტრო და პირდაპირ ისინი მოგაწოდა რომ მე შენ თვითონ უკვე გაფილტროს გადახედო. და მართლა რო ეწერა რომ ჭირდებოდა 25 წლის ახალგაზრდა 20 წლით გამოცდილები ან დავსკრინე ის და მეთქი მოდი აქ აღარ მოვწონოთ მასეთი სამსახური არავის არ უნდა ასეთ სამსახურში არც უნდა მიხვიდე იმიტომ ლაპარაკობ რომ ვინაც ეს გამოაქვეყნა მე ვფიქრობ აცდენილია ის რომ იტყვიან რეალობასაც მე ვიტყოდი უფრო მეტად აი ტელეფონს ჩართავდა გასულია მომსახურების ფეროდან რომ ზუსტად ანალოგიური სიტუაცია თორე 25 წლის 20 წლის ახალგაზრდა 20 წლის გამოცდილები ხო წარმოგიდგენიათ ახლა ეს როგორი სიტუაცია შენ გავაგრძელებთ რა თქმა უნდა და სამწუხარო რეალობა ეგ არის კიდე და
მოყვება ამას ძალიან მაღალი 300-ლარიანი ხელფასები. ამ სასწავლი ანუ სიტყვაზე 25-ის როცა გავხდები მექნება უკვე 20 წლიანი გამოცდილება ალბათ მუშაობის და მივაღწევ 300-ლარიან ხელფასს. ნუ ამას ახლა იუმორის თვალთო შევხედავთ ყველაფერს, მაგრამ რეალურად ძალიან მომწონს ჩვენი პრემიერ-მინისტრის წამოწყება. აუცილებელია რომ უნდა აღვნიშნოთ, როგორც ცუდი უნდა აღვნიშნოთ, ისე კარგიც უნდა აღვნიშნოთ ჩვენს ქვეყანაში. ბატონი ირაკლი კობახიძეს წამოწყება, რომ ვინც ეხლა ვამთავრებთ უნივერსიტეტს ყველას გვაძლევს შესაძლებლობას, რომ დავსაქმდეთ ჩვენივე სფეროთი სტაჟირება გავიაროთ სახელმწიფო სტრუქტურებში, როგორც სახელმწიფო ანუ საჯარო სამსახურებში, ასევე კერძო სტრუქტურებში. 60,000-ზე მეტი სხვადასხვა სფეროს სამსახური გამოთავისუფლდა სპეციალურად ახალგაზრდებისთვის, რომლებიც 3 თვე თუ 4 თვე გავლის სტაჟირებას, ანუ პროგრამის სირთულიდან გამომდინარე და შემდეგ საუკეთესოები, ვინც სტაჟირებას გავიდნენ, დარჩებიან კიდეც სამთანამდებობაზე და შემდეგ განვითარებას პოვებენ. ძალიან დიდი შესაძლებლობაა ეს ნამდვილად ახალგაზრდებისთვის. მე მაგალითად როგორც ფინანსისტი, შესაძლებლობა მაქვს დავსაქმდე ჩემი ფინანსური მიმართულებით, ან სახელმწიფო ან კერძო სტრუქტურებში, იმიტომ ხარ ჩემი პროფესია ორივე შეიძლება მოერგოს. და შემდეგ შეიძლება დავრჩე კიდეც აქ საერთოდ სამუშაოდ და ეს ყველაფერი ჩვენი პრემიერის დამსახურებაა. ძალიან კარგი. თქვენ რა სიტუაციით ამ საკითხთან დაკავშირებით? რა პრობლემების წინაშეა შენ თვალით დანახული? რომ ჩამოვიდით ჩემო ბატონო, ეხლა როდესაც შეხედეთ, აი რა ვიტყვი ან ცხოვრებას პირისპირ შეეჯახე, ხო? და ნახე რა, ხედავ. აი ფსიქოლოგის თვალით რა პრობლემების წინაშე დგას, როგორც ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული თაობა? აი ამ საკითხზე თქვენი მოსაზრება. მე გამოყოფდი როგორც სტუდენტების, ასევე დაწესებულებების პრობლემებსაც. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშან-თვისებები, უნარები, რაც ადამიანს სტუდენტს უნდა ახასიათებდეს, ეს არის კრიტიკული აზროვნება თუნდაც. ეს არის პასუხისმგებლობის აღება, ეს არის ემპათია, ეს არის ჯგუფური მუშაობის უნარი, ეს არის ფიქრი. ფიქრსაც სწავლა უნდა, ეს არ არის ისეთი ზედაპირული საკითხი, როგორც საუბრობენ ხოლმე. არის ძალიან კარგი ესეთი ფრაზა, რომ შენ თუ არ იფიქრებ, სხვა იფიქრებს შენს მაგივრად. და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი აი ეს იყო ჩემო ანა სხვათა შორის კომუნისტური პერიოდის დროს, ახლა რომ მე არა მოსკოვში იფიქრებენ, ჩემო ბატონო. მე არა თბილისიდან მომაწვდენ. ამას უნდა გავცდით და ამისათვის მოვახდინეთ მთელი რიგი გადატრიალება და ეს აუცილებელია რა. ეს აუცილებელია და ზუსტად ეს არის, რასაც მაგალითად თუ საგამართლობო დაწესებულებებს ვეხებით, იქ ასწავლიან. არ ასწავლიან იმას, რა უნდა იფიქრონ, არამედ ასწავლიან იმას, როგორ უნდა იფიქრონ, როგორ უნდა წერონ, როგორ უნდა განვითარონ ეს ძალიან თითქოს ბაზისური უნარჩვევები, მაგრამ ეს ძალიან დიდი რაღაცის დასაბამია. და ჩემი აზრით, მაგალითად, თუნდაც ძალიან მარტივი მაგალითი რომ ავიღოთ. მე არ მქონდა მზაობა უნივერსიტეტში, როდესაც დავიწყე სიარული პრეზენტაციების გაკეთების. მე არ ვიცოდი პრეზენტაციები როგორ უნდა გამეკეთებინა. თუმცა ვიცი რომ ზოგიერთ კერძო სკოლაში ბავშვებს ამ საშუალება აქვთ, ვიცი რომ მაგალითად საჯაროში ამ საშუალება ჩვენ არ გქონდა. თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანია, სტუდენტია ისეთი, რომლებსაც აქვთ მაგალითად შფოთვა, როდესაც ხალხის წინაშე რო საუბრობენ, როდესაც აუდიტორია წინ და ჩემი აზრით ესეთი თითქოს და დეტალები ძალიან მნიშვნელოვანია და ყურადღება უნდა მივაქციოთ. ჩემო ძვირფასო ანა, ახლანდელი პრობლემა არ არის ეს სულ მუდამ იყო კაცობრიობის წინაშე. აბსოლუტურად გეთანხმები, რასაც ლაბარაკობ ყოველ სიტუაციაზე, მაგრამ არ მახსოვს ახლა რომელი ბერძენი ფილოსოფოსი იყო, რომელიც მეტყველება არ ჰქონდა კარგი. ხოლმე მაგაკეთა, წამოვიდოდა და საათობით იდგა, ზღვარო ღელავდა, დადგამდა იქა ჩემო ბატონო ტრიბუნას, დადგებოდა და ზღვას უკითხავდა ლექციებს, რომ მისი მეტყველება გამოესწორებინა. აი ეს არის დღევანდელ დღეს 1000 გვარი საშუალებები არსებობს, ახლა პირდაპირ მნიშვნელობით ამას ავლაპარაკობ. სხვა ვისაც იგივე შფოთვა აქვს, იგივე გარკვეული ემოციები აქვს აუდიტორიის წინაშე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამის გამოსწორების 1000 გვარი საშუალებები არსებობს და ეს რა თქმა უნდა იყოს ელემენტარული რაიმეს ვლაპარაკობთ ახლა ჩვენ რომ ეს უნდა იყოს აუცილებლად
თავიდანვე, ბავშვობიდანვე მიჩვეული. მოდი, მოგონებო, თქვენ მომავალი პოტენციური დედები ბრძანდებით, ჩემო ბატონო, ქვეყანა უნდა გაამრავლოთ და თქვენი უნდა იყოს ეს ქვეყანა, ისე როგორც ნოდარ დუმბაძის მებებია ილკო და ილარიონში ზურიკელას ათქმევდეს, ისე გამრავლდით, რომ მთელ დუნიაზე არ დავტებულიყავით განსაკუთრებით ქართველებზე მათ ლაპარაკი, იმიტომ რომ ძალიან მცირერიცხოვანი ხალხი ვართ ჩვენ დედამიწის ამ პატარა კუთხეში მოქცეული, კუნჭულზე მოქცეული, უფრო სწორად შეიძლება ითქვას. ჩვენ გვაქვს ერთი უმთავრესი პრობლემა, რომელიც არის უპირველეს ყოვლისა დემოგრაფიული პრობლემა. აი, ახალგაზრდული თვალისგან გადასახედიდან მინდა თქვენი მოსაზრება გააცნოთ ამის შესახებ მაყურებელს. რატომ ხდება ამდენი განქორწინება? ძალიან ბევრი განქორწინება გვაქვს. რატომ ხდება ამდენი შინაბერები? რატომ არ ხდება ახალგაზრდების უფრო მეტად რომ იტყვიან თამამად ოჯახების შექმნა და როგორ ფიქრობთ და ეს პრობლემაა ფაქტობრივად ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს. როგორ ფიქრობთ ახლა როგორც იმას საქს მიღწეულები რომლებმაც ჩემო ბატონო კარგი ბედი, კარგი იღბალი და ქვეყანა უნდა გაამრავლოთ. რა არის ამის მიზეზი თქვენ გადასახედით? ჩემი განათლების სფერო არ არის ეს ალბათ ანა უფრო დაწვრილებით ისაუბრებს ამ ყველაფერს. უბრალოდ ვლაპარაკობ როგორც დაკვირვებული გოგონა და თანამედროვე ახალგაზრდობის წარმომადგენელი. კი, ალბათ განქორწინების რიცხვს განსაზღვრავს ნაადრევი ქორწინება. სამწუხაროდ ბევრია ჩემს გარშემოც, რომელიც 16-17 წლის ქმნის ოჯახს და შემდეგ იაზრებენ, რომ გაიზარდნენ. უბრალოდ არაფერი არ შეცვლა დიდი ისეთი გაიზარდნენ. ერთ-ერთი პირველი რიცხვი ალბათ განქორწინების სწორედ მაქედან მოდის, მეორე ალბათ ყველაზე რთული ჯერჯერობით ისევ საქართველოში წარეთ რო დგას არის ოჯახი როდესაც ჩაერევა ახალგაზრდების ცხოვრებაში. ახალგაზრდების ცხოვრებაში და საერთოდ ოჯახის შექმნაში, მომავალი ოჯახის შექმნაში. ანუ გარიგება, ან რაღაც მასეთი ქორწინება. ესეცა არსებობს კაცო დღესაც ეს გარიგებები? სამწუხაროდ არ არსებობს. ზომიერთა საუკუნეა და ახლა ანუ ნახეთ მაჭანკალი და მასეთი რაღაცებს არ ვამბობ. ვიღაცა სიტყვაზე დედა იყო რაღაც. ბიბლიოთეკაში წასული ვიღაც გოგო მოეწონა და მე ეს დედამისი სიტყვაზე ვაჟი ყავს სახლში და უნიშნავს ამ გოგოს შეხვედრას რომ მოდი ჩემთან. რაღაც ჩემი ბიჭი და რაღაცა მე მასეთი ურთიერთობები მიდის და მე იმათ აღარავინ აღარ ეკითხებათ. ოჯახები დააკვირდებიან ერთმანეთს, მოეწონათ ერთმანეთი და მორჩა. იმ საწყო ბავშვებს ანუ ბავშვები არიან მართლა. მე იმათ აღარავინ აღარ ეკითხებათ, მე გაიზრდებიან და მე ვერ განქორწინებამდე. ეკონომიკური პრობლემა. ეკონომიკური პრობლემა საკმაოდ დიდია სიმართლე რომ ვთქვათ. მე ვიტყოდი ახლა ჩემი გადასახადი არ ვიცი მე კიდევ ერთხელ გვეუბნებით 63 წლის კაცი ვარ, მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ ერთ-ერთი უმთავრესი მიასო ხედავს კიდევ მეორე ჭეშმარიტებაზე ლაპარაკი ზედმეტია ახლა ჩემი მხრიდან. ერთ-ერთი უმთავრესი ეკონომიკურია. ხომ არ არის ეკონომიკური? როგორ გეკითხეთ? განქორწინება კი, რა თქმა უნდა. განქორწინებაში ძალიან დიდ როლს ეკონომიკა თამაშობს. ოჯახის ფინანსები. შექმნაში? შეუქმნელობაში უფრო ჩემი აზრით. მეორე უკიდურესობა კიდე ეგ არის. ხო, აბა ძალიან თქვენ როგორ ფსიქოლოგი, როგორ თუ დაფიქრებულ ხართ ამ რა თქმა უნდა გიფიქრია დაძღუნებული და კი ბატონო. იცით ძალიან სიგნალში არ მინდა ჩავიდე, მაგრამ ჩემი აზრით საწყისი პრობლემა რაც უნდა ვისაუბროთ, ეს არის თვითონ ამ ადამიანის ოჯახი. ძალიან ხშირად ჩვენ ვიმეორებთ ზუსტად იმავე ოჯახის პატერნს, რაც გვაქვს. არსებობს ასეთი მიდგომა ფსიქოანალიზში, რომ ჩვენ ყოველთვის ვიმეორებთ იმას, რაც ვიცით, ვინაიდან ის რაც ჩვენთვის უცნობია არის საშიში. ჩვენ არ ვიცით ის რა არის და შესაბამისად ჩფოთვა გვაქვს. ეს არის ერთი რომ გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ვართ ცალკე ინდივიდები, გვაქვს ცალკე ცხოვრება, შესაბამისად ის რომ მაგალითად ჩემი ოჯახი თქვათ ჰიპოთეტურად განქორწინებულია, ეს არ ნიშნავს რომ მეც იგივე ბედი მღერის. ამის გამო ადამიანებს შეუძლიათ მაგალითად დახმარებაც კი ითხოვან, ხო, მაგალითად ფსიქოთერაპიაში ჩაერთონ. ეს ძალიან სტანდარტული ნორმალური პრობლემაა 21 საუკუნეში. რაც შეეხება სხვა პრობლემებს, მე ვიტყოდი
ძალიან დიდია სოციუმის მიერ წამოჭრილი აი საკითხი რომ აუცილებელია აი ამ ასაკში დაქორწინდე და მე ვფიქრობ რომ ამაში ძალიან ინდივიდუალურები ვარ და შეიძლება მე ახლა როდესაც ვარ 25 წლის არ ვიყო ამისთვის მზად. ან შეიძლება იმიტომ რომ მაგათად ახლა 6 წელი და შესწავლის ვფიქრობ რომ არ არის ეს ჩემთვის იდეალური დრო რომ ეს ნაბიჯი გადადგა იქიდან გამომდინარე რომ მოგზაურობა მომიწევს. ეს არანაირად არ იქნება ეფექტური ოჯახისთვის ხო? შესაბამისად ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი მიზეზია, ერთ-ერთი არის დაუფიქრებლობა. აი სტრესი, რასაც სოციუმი წინა პლანზე წევს და ასევე დემოგრაფიულ საკითხს დაუბრუნდები. ჩემი აზრით არ მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც და ამერიკაშიც არის აი ეს დოგმატი, რომ რატომღაც კარიერა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ოჯახი. და შესაძლოა რომ ხომ არ მოიტანა რაღაცნაირად ცივილიზაციასთან ხომ არა ეს როგორ ფიქრობთ დაკავშირება სუპერს გაუგია რა 5 ბავშვილი ყავს 4 შვილი აუ მეტი საქმე არ ქონდა ხო მაგინომია კაცო ასეთი რაღაცები ხო და ეს თითქოს და ბრჭყალებში ვლაპარაკობ ბრჭყალი როგორ შეიძლება ეს ასე იყო ცივილიზებასთან არის დაკავშირებული მის ცივილურობასთან არის დაკავშირებული თითქოს და ხო იცით თითქოს და თუ გაქვს უნივერსიტეტის განათლება თითქოს და თუ გაქვს რაც შეიძლება მეტი დიპლომი ეს ნიშნავს რომ ვიღაც ჩემზე მეტ შრომობს ანუ ეს ამას არ ნიშნავს მე ვფიქრობ რომ ოჯახის ყოლა ეს ძალიან დიდი საქმეა ძალიან დიდი გარჯაჭირება უდიდესი საქმეა და ამავდროულად მე ვფიქრობ რომ ეს დიდწილად შემოიტანა ისევ და ისევ იმ ტრენდებმა, რაც არის გავრცელებული სოციუმში. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი კარიერა, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქალისთვის, ასევე კაცისთვის. უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ ეს ოჯახზე მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ, რომ როდესაც მისასალმებელია. თუნდაც მოხუცი იქნება, მე არ ვფიქრობ, რომ კარიერა შენს გვერდით იქნება. მაგრამ იქნება შენს გვერდით ოჯახი. აქედან გამომდინარე ძალიან ძნელი ეს კიდე სხვა საკითხი, როგორ ძნელია ამ ყოველფრის დაბალანსება. მაგალითად, როდესაც ხარ 25 წლიდან 30 წლამდე. ეს არის რაღაც ისეთი გარდამავალი პერიოდი, როდესაც თითქოს და ყოველფერი ისწავლე და რაღაც ახალი შექმნა გინდა. თითქოს და არ იცი საწახდე, კარიერა აიწყო თუ ოჯახი შექმნა. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ აი ამ საკითხებთან დაკავშირებით ძალიან კარგია თუ რაც მეტი ფსიქოლოგი იმუშავებს. და უფრო მეტი ადამიანი მიმართავს თერაპიას. დიდი მადლობა. ძვირფასო ტელემაყურებლებო, სამწუხაროდ ამ შესანიშნავ გოგონებთან, როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად ჩვენი საეთერო დრო, ჩვენი გადაცემის ფორმატი მეტ საშუალებას არ გვაძლევს, რა თქმა უნდა, დღევანდელ დღეს, თორემ ისე ჩემი სტუდია, მე მგონი დამეთანხმება, კესო ღია არის. მსჯელობისათვის აზრის გამოთქმისათვის იმ საჭიროებო საკითხების მიმართ, რომელიც უხვად არის დაგროვებული არა მარტო ჩვენ საზოგადოებაში, არამედ მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც ადამიანები ხედავთ, რომ როგორ გითხრათ, იცით, ზოგჯერ გადაიქცენ ერთმანეთის მიმართ მგლებად. ამდენი ომები, ამდენი ბავშვების დაავადვა, ამდენი ერთმანეთის სადმი სიძულვილი და ასე შემდეგ და ასე. თუმცა ამ საკითხების მსჯელობისათვის მომავალი დავიტოვოთ და დღევანდელ დღეს მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენთან სტუდიაში იყო ჩვენი ახალგაზრდობის, ჩვენი საქართველოს და ჩვენი მომავალი საქართველოს დედების ორი შესანიშნავი წარმომადგენელი, ეს კესო სახიაშვილი და ანა მარგიშვილი. უპირველეს ყოვლისა მათ უსურვოთ წარმატებები, როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენ კი, მე კი მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის და იმ დიდი თანაგრძნობისათვის, რომელსაც ჩვენი მაყურებელი ამ გადაცემის მიმართ აკეთებს. დიდი მადლობა.